თან როდესაც საქართველოს ჩემპიონატის ფინალში ასპარეზობს, ცოტა უხერხულია ამ თემაზე საუბარიც კი. ელემენტარული დისციპლინაც არის ხო, მე შეიძლება სიუცხოეთში უფრო მნიშვნელოვანი რაღაცა რა თქმა უნდა, შეეშალოს თუ არ შეასრულოს. დაიწყო შეხვედრა ბექაკუსა და ოთარ ჯანელიძეს შორის. ჯერჯერობით 30 წამის მილი არაფერი საინტერესო არ ხდება, მაგრამ ეს მოსალოდნელიც ახშირ შემთხვევაში სპორტსმენები აწარმოებენ ერთმანეთის დაზვერვით სამუშაოებს, თუ აი ცოტა გააქტიურდა ჯანელიძე, მაგრამ გურული ძალიან კარგად ახვდა ამ მოძრაობას, გურულის აქტიურობაც გამოირჩევა ახლა. საჯმა მიანიშნა ჯანელიძეს, რათა გააქტიურდეს, თორე მას ცნობენ პასიურად და მოუწევს ჩოგჯენში ჩადგომა და დაკარგავს ქულას. ისევ საჯი მიუთითებს ჯანელიძეს მეტი გააქტიურებისაკენ. სამივე საჯმა ჯანელიძეს ცნო პასიურად. მომგებიანი ქულა გურულს და გურულს ეძლევა შანსი რათა გააკეთოს ილეთები და გაზარდოს თავისი ანგარიში. ნახოთ შეძლებს თუ არა გურული ამის გაკეთებას. გურულის ძლიერი მხარეა ჩოგჯენი. აი, როგორც მოგახსენეთ, კარგად აიყვანა, ნახოთ როგორ დაასრულებს, ძალიან ლამაზი ხუთქულიანი კიდევა შემოგდავა და კიდევ 4 ქულა. ეს უკვე წმინდა ძალიან ლამაზი შეხვედრა, დრამატული შეხვედრა გამოდგა გურულმა 10 მილის ძლია. თუმცა აქ ლურჯმა მხარემ ჯანელიძის უცნაურმა შემოაგდეს ჩელენჯი. ნახოთ რა ვერდიქტს გამოიტანენ საჯები. საჯებზე გუშინაც მოგახსენეთ, შეჯიბზე მონაწილეობს 6 ოლიმპიური კატეგორიის საჯი, ძალიან გამოცდილი კომპეტენტური საჯები არიან. ამ საჯებიდან 4-მა მიიღო ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა. იმ საჯეს ძალიან საინტერესო შეხვედრები. ფინალური ბლოკის არეულობები და იმ საჯებთან კამათები არ ყოფილა არც გუშინ არც დღეს. ძალიან სასიხარულოა. მე მგონი უკვე თვითონ სპორტსმენები და მწვრთნელებიც მიეჩვივნენ იმას, რომ არ შეიძლება საჯთან კამათი და ამისთვის იჯებიან და დაიჯებიან. წესების ცოდნა ყველაფერს ცხადყოფს თუ რა არის და რა არა. არსებობს ესეთი მომენტები, საკამათო სიტუაციები, რომ ჭიდაობაში შეიძლება 50-50-ზე, მაგრამ კონკრეტულად როდესაც შენელებულად მიდის ამ კადრის ჩვენება, უკვე აშკარად ჩანს თუ რა და როგორ. დამატებითი კომფორტი არის არბიტრებისთვის. თან გვაქვს იმის კომფორტი 360 გრადუსით კამერებს შეუძლია დაინახონ რომელი მხრიდან რა პოზიციაზე იყოფებოდა სპორტსმენი, მოხდა თუ არა ბეჭის შეხება, ფეხის გადგმა ზონის გარეთ და ასე რომ შეცდომები მინიმუმამდეა დაყვანილი ასეთი ტექნიკის საშუალებით. აი დიახ, დატოვეს ძალაში ანგარიში და მიულოცოთ გურულს საქართველოს ჩემპიონობა. საპრიზო სამეულს მოგახსენებთ 63 კილოგრამში ბექა გურული რუსთავი ჩემპიონი, ვიცე-ჩემპიონი ოთარ ჯანელიძე.